დავბრუნდით კი ბატონო და ორშაბათი დღეა და ჩვენი საყვარელი სალომე უნდა შემოვიპატიჟოთ. ულამაზესი სალომე უნაშვილი ქალური ამბების რუბრიკით. მოგესალმებით. ძალიან გვაინტერესებს ვინ არის დღეს შენი სტუმარი. გამარჯობა, მეგობრებო, მივესალმები დღის პოსტის მაყურებელს. ყოველთვის ვცდილობ, რომ საინტერესო სტუმრები გვყავდეს და საინტერესო თემები გქონდეს. დღესაც არ არის გამონაკლისი, არაჩვეულებრივი ქალბატონია ჩემი დღევანდელი სტუმარი. ქალი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულად გამოიყურება, აქვს გამორჩეული დამახასიათებელი სტილი. და ჩვენ დღეს გვინდა ვისაუბროთ ახალი წლის ტრადიციებზე, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის უკვე და საინტერესოა, ხო? ასევე ქალის როლზე ოჯახის გაძლიერების საქმეში, რამდენად მნიშვნელოვანია შვილები და შვილიშვილები ჩავთოთ ასევე ამ პროცესში და რა ტრადიციების შენარჩუნებაა აუცილებელი. მოკლედ, ჩემი დღევანდელი სტუმარი გახლავთ არაჩვეულებრივი და უსაყვარლესი ქალბატონი ხათუნა ხოფერია. შვილიშვილებიო, რომ ახსენებენ ცოტა ზუსტი წარმოსადგენია, მაგრამ მობრძანდით. როგორ ბრძანდებით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ დაბრძანდით. როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება ჯადოსნური წიგნი. კი ბატონო. დიდი მადლობა ჩემი რუბრიკის სტუმარი რომ ხართ, ძალიან გვიხარია რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. ახალი წელი მოდის და არ შემიძლია არ გკითხოთ ტრადიციების შესახებ და ახალ წელზე. როგორ აღნიშნავთ ახალ წელს ოჯახში? ახალ წელს. მოკლედ ცოტა შორიდან ხო შეიძლება დავიწყო. ზოგადად სამყაროს რაზე დგას სამყარო, რა არის მთავარი ენერგია, რომელიც სამყაროს ალამაზებს, აკეთილშობილებს, ეს არის სიყვარული. რა თქმა უნდა. და რა არის ოჯახი? ოჯახი ეს არის სიყვარულის სივრცე. ყველა ჩვენგანისთვის ჩვენი ოჯახი არის სიყვარულის სივრცე. ეთანხმებთ. აი ამ სიყვარულის სივრცეში იცით როგორ არის, აი ბევრი კომპონენტია, ხვდებით, რაც არ მოქმნის მახასიათებელია სიყვარულისთვის, არის სიკეთე, სიხარული, ბედნიერება და აი ამ მისი რა ქვია, სიხარულების ყველას თავისი რაღაცნაირი სიმბოლო აქვს, რაღაცით გამოიხატება და აი ამ სიყვარულის სივრცეში ოჯახში, ხო, აი ეს სიკეთე და ბედნიერება, რაღაცა სხვადასხვა სიმბოლოებით არის, ხო? ეს არის აი ნაძვის ხე ძალიან ლამაზია თქვენი სათამაშოები, ეს განათებები, საცივი, გოზინაყი, ცხელი ღომი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის იმ სიყვარულის გამოხატულება. აი ამ ჩვენს კონკრეტულ სიყვარულის სივრცეში, რომელსაც ალბათ ძალიან რუდუნებით ვქმნით. და აი მოდის ახალი წელი და რაღაცნაირად გვინდა, ხო, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, გამოვხატოთ ეს ყველაფერი საჩუქრებს ბავშვებისთვის, დიდებისთვის. ამას რაღაცნაირად უფრთხილდები. ეხლა ჩემთვის ნაძვის ხე არის, აი ვერ გეტყვით რა. ერთი თვეა რაც დავდგე. ძალიან ადრედ გავთ როგორც ჩანს. ძალიან გვიანი ხსნება ნაძვის ხე? არა. იმისთვის რა ქვია ნათლის ღებაზე ნაძვი უნდა იყოს უკვე მოხსნილი და ეს მარტავთ ხოლმე თუ შვილიშვილებიც ჩართული ყავთ? იცით, ადრე იყო ჩართული ყველა. ანუ აი როგორ არის იცით, ჩემი სათამაშოები ყველას აქვს თავისი ისტორია. ვერ გეტყვით რომ ეხლა ნუ ალბათ იქ არის ფასი ისეთი ფასეულებიც, მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან უბრალო. აი მაგალითად ჩემი ნუცა დუჩიძის მოხატული ვაჟა-ფშაველა, თამარ მეფე, ხვდებით, დავით აღმაშენებელი, ერეკლე მეფე, ნიკოლოზ ბარათაშვილი დამიხატა წელს ესეთ ბურთზე. და ეს არის ბედნიერება, ეს არის ჩემი ცხოვრება, ხვდებით, ეს არის ჩემი საქართველო, რომელსაც მე აი ამ ჩემი ცხოვრების იმას ამ ნაცვლს ვაბნევ და ბავშვები ხო გიждდებიან, მაგრამ წელს ვერ მიიღეს მონაწილეობა, იმიტომ რომ ჯერ ესე ადრე დავდგე და სკოლაში იყო სკოლაში იყვნენ და რაღაცას უდადიან ზოგი ცეკვაზე, რაღაც გარკვეულ წრეებზე, სპორტზე და ასე რომ ბებოსთვის ესე ვთქვათ დიდად არცალიათ, მაგრამ ანუ თქვენ დადგეთ მარტო, თქვენ მორთეთ. მე მორთე, ერთი კვირა ვთავდი. და რაღაცა ცალკე რიტუალი ალბათ საღამოს აკეთებდით ამას, როცა მარტო იყავით. აი და რაღაც დილიდან ვიწყებდი, ეს ყველა სათამაშო ცალ-ცალკე ამომაქვს და კომპოზიციურად ვცდილობ, უფრო თემატურად ვცდილობ, რომ ეს სათამაშოები იყოს განლაგებული, აი მაგალითად არის ვარდისფერი სამყარო, სადაც არის ვარდისფერი ვარდები, ვარდისფერი ჩიტი, ვარდისფერი ბალერინა. ხვდებით, ეს არის აი ცალკე ესეთი ადგილი აქვს ნაძვზე ამას ყველაფერს. მაქვს ძველი სათამაშოები,
რარიტეტული სათამაშოები, რომელიც ბევრ მოგონებასთან არის, ჩემი ბავშვობიდან ბედნიერ მოგონებასთან დაკავშირებული. და მოკლედ აი ესე ეწყობა გარდა ამისა, ძალიან მიყვარს არის ესეთი ფაიფურის სახეობა, მაიოლიკა ქვია. და მაიოლიკის სათამაშოები და სულ ვცდილობ ხოლმე რომ შევიძინო. ძალიან ბევრი სათამაშო სხვათა შორის შევიძინე ერთი 3-4 წლის წინ უზბეკეთში. ой, რა საინტერესო. და აი მთელი მოგონებაა დაკავშირებული ზურა აბდუშელიშვილთან ვიყავი სტუმრად ჩასული თათიასთან მის მეუღლესთან და აი ამ სათამაშოებში რაღაცნაირად აი ეს ერთკვირიანი ბედნიერება მთლიანად არის ასახული. ხვდებით, ანუ ეს არ არის მარტო ახალი წელი და ნაძვის დღე, ეს არის ჩემი ცხოვრება, რომელიც გოგოებმა იციან. ბიჭებს არა, გოგოებმა იციან, რომელი სათამაშო ვისია. და ეხლა რომ მოვლენ იწყება. ბებო ეს ჩემია? ვიმე. ხო. მე თუ იქ რაიმე ახალია, გინდა გაგიცვალო? ერთმანეთში. და ის არის აი ძალიან დიდი ბედნიერება, იცით, ეს არის აი სიყვარულის სივრცე, რომელიც მე ალბათ ვცადე, რომ ჩემი 62 წლის განმავლობაში ჩემს ოჯახში შემექმნა. ესე ახალი წელი ასოცირდება საჩუქრებთანაც ხო და სიურპრიზებთან. მაინტერესებთ თუ გაქვთ ესეთი რიტუალი, ტრადიცია, რომ ერთმანეთს საჩუქრები უნდა მოუმზადოთ, მერე გახსნათ. აუცილებლად კი, ეს ქვემოთ არის და ვინ როდის მოდის, აი ნიკო ჩემი შვილი რომ მოვა, ვთქვათ, წარწერა, ეხა ვინც ჯერ კითხვა არ იცის პატარებმა, იმას რა თქმა უნდა და ისე თავისი წარწერებით რა თქმა უნდა მზადდება და ეს არის განსაკუთრებული მოლოდინი, რომ ჩემთან რომ მოდიან სტუმრად, იქ იციან, რომ იქ განსხვავებული ახალი წელი იქნება თავისი საჩუქრებით. 8 შვილი. და წარმომიდგენია, როგორ ჟრიამულია ხოლმე აი ამ დროს, როცა საჩუქრებს თუ ერთად მოიყარეს თავი, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიცხვში იქნება, ორ რიცხვში ჩემთან არის ტრადიციულად ჩემი სამეგობრო. ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი მეგობრები, მათ შორის შეძენილი პოლიტიკოსები, ვიკრიბებით ჩემთან სახლში და მე ვცდილობ, რომ აი ამ სუფრაზე არის ყველაფერი ჩემი ხელით დამზადებული. კი, მსმენია თქვენი კულინარიის შესახებ. შვილიშვილებს, სალომე, უკაცრავად უნდა ვკითხო აუცილებლად. შვილიშვილებს ბებოსგან წაკითხული ლექსები უფრო უყვართ თუ ზღაპრები? ზღაპრები. ლექსი? აი, იცით როგორ არის ლექსი, ლუკა უკვე დიდია, 22 წლის ხდება, ეხლა და აიდიდან ულოცავ 27-ში დაბადების დღე ექნება. ლუკა და ნინა ძალიან კარგად აღიქვავენ ლექსს უკვე და სადღაც მივდიოდით, ლუკას აუკითხე ლექსი და კიდე ხა წამიკითხეო და ცრემლები ქონდა თვალებზე, იმიტომ რომ იქ შეიძლება მეტი რავანო სტუდიაში. და აქედან გამომდინარე ჩემთვის იყო ეს ახალი აღმოჩენა, რომ როდესაც ლექს შეუულია ცრემლი მოგადგეს აი ემოციურად დაგვტვირთოს, ესე იგი სწორი ლექსი იყო და იყო ბედნიერება ჩემთვის და ანალოგიურად ნინასაც აქვს რამე ახალი როცა არის უკითხავ. ნუ უკვე 14 წლის გახდება, მალე დიდი გოგოა და მაქვს ესეთი ლექსი ახალ სხვადასხვა ლექსები განსაკუთრებით რეზიკოსთან, ჩემს უფროს ბიჭთან, რომელსაც თვითონაც აქვს და რატომღაც არ ვიცი, რამოდენიმე დაწერა და სულ თხოვდა არ შვება, მაგრამ აქვს საოცარი შინაგანი კულტურა ლექსის გაგების. ხდებით, აი აღქმის იქ რაღაცა თუ არის ფსიქოლოგიური ისა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორ შემიფასებს რეზიკო. ნატოკა წაღან თქვი აღნიშნა ქალბატონი ხათინო რაცა შემოვიდა რა ჯადოსნური წიგნით არის ჩვენთან მოსული და ვფიქრობ რომ ლექსებით საჩუქარი აქვს ხო არ იქნება რამე არა არის ვიდრე ქალბატონი ხათინო ლექს მოძებნის მე ვისარგებლებ და თქვენ შვილიშვილს ნადირობად მიულოცავ დაბადების დღეს მე საკედან მოვაცავ ლუკას ვიცნობ და არაჩვეულებრივი ბიჭია დიდი მადლობა მართლა კაი ბიჭი კი ლექსი არის ესეთი სიმღერა არის დაწერილი ამ ლექსზე და მე შევამოკლებ და ესე წავიკითხავ. ჩამოასხით, ძველი წელი დავლოცო. მიზეს ვეძებ რომ ერთხელაც გაკოცო. ახალი წლის ღამეა და თოვს, ნუ დამტოვებ, გთხოვ. ჩამოასხით სანამ დაკრავს საათი, სანამ წამებს ჩამომიყრის კალანდა, სადღე გრძელო უნდა გითხრა ლამაზი შენზე ფიქრით. მთელი წელი განათდა ჩამოასხით. მოდით წელი ახალი ცაზე ჩვენი ბედის გაჩნდა ვარსკვლავი ახალი წლის დილად შენით თენდება არ მთავრდება სიყვარული გრძელდება მოდი ერთად დავითვალოთ წამები სანამ ძველ წელს ქვია შენი სახელი
მოდი ნახე საახალწლო ნობათი მე საჩუქრად სიყვარული მოგართვი. ბრავო. ბრავო. საოცარი ლექსია. ქართული სუფრა თან ქალბატონ ხათუნას საოცარი კულინარია და თქვა კიდეც ასოციაცია საცივი ანთებული კი ბატონო საგვარეულო არაჩვეულებრივი ურთიერთობა არაერთხელ გვითხოვს ყოფილ რძალთან ჩვენთვის საყვარელ ადამიანთან თუ ხდება აი შეკრება პირველში საახალწლო ეს ტრადიცია რომ ღამე მოვიდნენ მაინც წელს ალბათ ჩემი ესე ვთქვათ ეულად დარჩენილი უქმრო მეგობრები იქნებიან 12 საათზე 12-ის მერე შვილები მოვლენ აუცილებლად და მომილოცავენ და პირველში უკვე იქნება ესეთი ხო მიდი მოდის უფრო იქნება გაშლილი და ჩავამატებთ იმას ვიზავთ ვიფუსფუსებ არ შემიძლია არ ვკითხო აი გაგაწყვეტინეთ მაპატიეთ სუფრა გაშლილი ხშირად არის რა შენი საყვარელი ის იქნება ხათუნა საცივი რა კერძია ისეთი რომელზედაც ყველა მეცის რომ ხათუნა ხო იქნება შენი აი ეს არის ბებია ჩემის დამარას რეცეპტით დამზადებული საცივი სუფთა იმერული საცივი თავისი მიხაკდარიჩინით რომელსაც ხელსაცივს ვაყრი და იქ ეს ზეთში ხო ზეთს იყენებს აი ამ ცხელზეთში ეს მიხაკდარიჩინი და მე უკვე დილით ცივზე უნდა მოურიო და იქიდან ისეთი არომატი ამოდის საოცარი მაგრამ აი როგორ არის იცით აი ხო აი მაგიტომ ვაპირებ რომ ჩემმა შვილიშვილებმა უნდა უყურონ და ისწავლონ იმიტომ რომ ხახვი რო იხრაკება საცივისთვის მე მახსოვს ის ფერი ბებია რომ მეუნებოდა რომ აი შეხედეო ნახე მზე მოდის უკვე აი ხო იმისი ბაჯაღოს ფერი და აი იქამდე უნდა მიიყვანო იმის იქით ან მანამდე ეს უკვე ის არ იქნება ასევე თვითონ საცივს რო ურევ ბოლოში ნელ-ნელა იცვლის ფერს და მინდა ახლა უთხრა მაყურებელს აი მზე რო გამოანათებს სიყვარულის მზე იმ საცივიდან ესე იგი უკვე მზადდება რა გემრიელია გოზინახს ვაკეთებ მთელი რუდუნებით უკვე დაწყებული მაქვს ანუ ეს ლებნებს ვაცლი შიგნიდან ყველაფერს რატო იცით ეს ბევრი აკეთებს რომ შეუულიათ რომ ესე გადაატარონ დაატეხონ იმას ჩემი იჭრება ეს ძალიან თხლად მთლიანად ვაცლი მე მუხალვის დროს ვცდილობ რომ ხელით დავამუშავო ნიგოზი და გაცვიდეს ეს ისე რომ მაქსიმალურად თეთრი იყოს და ჩვეულებრივად დუღილით ვაკეთებ ზოგი აკეთებს გააცხელებს თავს გადადგავს მე და მე ვაკეთებ არა ესეთი 40 წუთიანი დუღილის პროცესია ანუ ერთი დუღილი არის მთლი აი სულ დგევარ და ურევ და სურვილებს იფიქრებთ ხოლმე აი მე რა თქმა უნდა თან იცით როგორი ტრადიციაა გოზინახზე ახლა იმაზე მოხარში აუცილებლად უნდა მოვიდეს ბექა და რეზიკო. წვლილი შეიტანონ ერთი ორჯერ მაინც დაატრიალონ. ადრე ყველაფერში მეხმარებოდნენ და ეხლა უკვე რა ვიცი დიდები ვარცო და ესეთები ვარცო და ისეთებიო და ამიტომ ის რა ქვია მომზადების პროცესში შარშან ნინამ გააკეთა გოზი. კი, მე იმას ვქენი რა ქვია ვეხმარებოდი და თავისი ძალიან რთული პროცესია რომ დააყენო სისქეზე და ხო ეს იმას ქნა გააფრთხილო ესე თქვა როგორც ეძახით და ეს რა ქვია და მე უკვე დაჭრით მე დავჭერი და იყო ბედნიერი წელი იყო ჩვენთვის იმიტომ რომ ეს იყო ნინასთან ნინას ხელით მოტანილი მისი შრომით მოტანილი სიტკბო პირველ რიგში ხვავი ბარაკა და ბედნიერება დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა კიდევ უამრავ ბედნიერ წელს გისურვებთ ძალიან საინტერესო რესპონდენტი იყავით ძალიან მესიამოვნებთ შებას განებიურებული ვარ დღეს განსაკუთრებული მადლობა მე ძალიან მიხარია იმიტომ რომ ჩემი მეგობრის დედა აღნიშნავ და ძალიან მიხარია რომ ჩვენთან იყავით დიდი მადლობა ჩემო კარგებო მიყვარს თქვენი გადაცემა იცით რა არის რაღაცნაირად თითქოს მოგვაკლდა აი მარტო სიყვარული ბედნიერების განცდა თითქოს ისე ხდება და თქვენგან მოდის ეს ბედნიერება მეშვეულია და დიდი მადლობა რეკლამაზე გავდივართ ძალიან მალე დაგიბრუნდები მადლობა კიდევ ერთხელ მადლობთ